გამარჯობა, დღეს 24 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1987 წლის 24 ივნისს დაიბადა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესი. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ბარსელონაში და მოიგო ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ. 2022 წელს ის გახდა მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრებთან ერთად. მესი მრავალი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია. მას მოგებული აქვს რეკორდული 8 ოქროს ბურთი და 6 ოქროს ბუცი. ის ასევე არის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1980 წლის 24 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მოდელი მინკა კელი. 1999 წლის 24 ივნისს დაიბადა ურუგვაელი ფეხბურთელი დარვინ ნუნიესი. 2025 წელს ის გახდა ინგლისის ჩემპიონი ლივერპულთან ერთად. 1979 წლის 24 ივნისს დაიბადა ჩეხი ტოპ-მოდელი, ტელეწამყვანი და ფილანტროპი პეტრა ნემცოვა. 1992 წლის 24 ივნისს დაიბადა ავსტრიელი ფეხბურთელი დავიდ ალაბა. მან 11 წელი გაატარა მიუნხენის ბაიერნში და 10ჯერ შეძლო გერმანიის ჩემპიონობა. ამ პერიოდში ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. 2021 წელს ის შეუერთდა მადრიდის რეალს, სადაც ორჯერ მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატის და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება. 1978 წლის 24 ივნისს დაიბადა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი ლუის გარსია. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო და ლივერპული. 1988 წლის 24 ივნისს დაიბადა ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი მიკა რიჩარდსი. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა მანჩესტერ სიტიში. 1954 წლის 24 ივნისს დაიბადა ინგლისელი როკ გიტარისტი ჯეფ ბეკი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ინოვატორ გიტარისტად. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 7 გრემი. 1978 წლის 24 ივნისს დაიბადა არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი ხუან რომან რიკელმე. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა ბარსელონაში. 1936 წლის 24 ივნისს დაიბადა ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ამაშუკელი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.